2018 წელს მე და მარიამი ვიყავით ინდოეთში. კლინიკური დეპრესია მქონდა. მარიამი გამომყო. მეგობრებმა გვირჩიეს აიურვედას პანსიონი. ინდოელების მკურნალობის ფილოსოფია დგას ასკეტურ ცხოვრებაზე და პაციენტის მაქსიმალურად გაყვანაზე მისი კომფორტის ზონიდან. გართმევენ ყველაფერს, ტელეფონს, კავშირს გარესამყაროსთან. ჩვენი მასპინძლები და ჩემი ექიმები მარწმუნებდნენ, თუ ადამიანი კომფორტის ზონიდან არ გავა, ვერც საკუთარ თავს იპოვის და მით უფრო ვერც იმშვიდეს. მე არ ვიცი რა ჩანაფიქრი ჰქონდა მოსამართლეს, რადგან მონის დაძახება კანონით აგვიგზალეს, სახელით მიმართავ დავით მაკარაძეს. მისი მიზანი ჩემი დათრგუნვა უფრო იყო, ვიდრე ის, რა შედეგიც მიიღო. მაგრამ არაფერს დავუახლოვები ვარ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეებთან, ისე როგორც ამ სივრცემ და გარემო. ბატონო დავით, არ გამოგივიდათ. მე ძალიან კარგად ვარ, იმაზე კარგად, ვიდრე წარმოგიდგენიათ. თქვენ ჩემთან ეს რაუნდი წააგეთ. არაფერი ჩემთვის ისეთი არ ხდება, რაც ყველა ჩვენ თანამებრძოლს უკვე არ გაუვლია. 19, 20, 21 წლის ახალგაზრდები ციხის მეორე და მესამე წრეზე მიდიან. სიმართლე გითხრათ, ის შეგრძნება უფრო მტანჯავდა, რომელიც აქამდე მქონდა, ხელშეუხებლობის. ახლა ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. ხოცებო, სასტიკად მანძები ხართ, მაგრამ ამჯერად მადლობა, რომ უხერხულობის შეგრძნება აღარ მაქვს. რა დამანახა ამ დღეებმა? სისტემაში ყველა ერთნაირი არაა. მოსამართლე და ბრალის წარმოდგენი პოლიციელები კი ასრულებენ ყველაფერს ზედმიწევნით. მაგრამ სამაგიეროდ ადამიანები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრები. ადამიანები დამხვდნენ მცხეთის იზოლატორში და სწორი ამას ვხედავდეთ და ვეუბნებოდეთ. ხოცებმა კუნთები მანახეს და ისე მეცინება. მე ხომ სინამდვილეში ძალიან მოწყენილი ვიყავი. ოდნავ პასიურიც. გილოცავთ. თქვენ მოიგეთ დასვენებული ნანუკა, ახალი ენერგიით. ჩემთვის პატივი არ სწორედ იმ დროს დამაკავეს, როცა სტუდენტი გოგოები, რომლებიც ლექციებიდან გამოიყვანეს და ბურკილები დაადეს. ჩემთვის პატივია, რომ მათ საქართველოს, მათი ბრძოლის ველს წარმოვადგენ. ამ კედლებში შემოაღწია თქვენმა სოლიდარობამ და სიყვარულმა და უახლოეს მომავალში თუ რამე კარგის გაკეთებას მოვახერხებ, მხოლოდ თქვენი სიყვარულის დამსახურება იქნება. უნივერსიტეტში ჩემი ლექტორი ნოდარ ტაბიძე ამბობდა, პატიმრების მდგომარეობას პატიმრებზე უკეთ ვერავინ გაიგებსო. ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მზია ამაღლებელ სიმტკიცისთვის, ელენეს, სინდისის ყველა პატიმარს, 4 ოქტომბრის პატიმრებს, ყველა პოლიტიკოს, რომელიც დაკავებულია და მადლობა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. თქვენი ნანუკა. მცხეთის იზოლატორი საკანი ნომერი 4. მარიამ საბა, ძალიან მეყვარხართ.